არ მიკვირს ის ნებათა ღელვა, რომელიც არის ამ თარიღთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სრული ოპოზიციური სპექტრი არ არის ერთსულოვანი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, მაგრამ მე მაქვს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ამ საკითხთან და ეხლა გეტყვით მშვიდობიანი დამხობა, რატომ არ არის ოქსიმორონი, როგორც ხშირად მედიის წარმომადგენლები უწოდებთ ხოლმე. ხელისუფლებები იცვლებიან თუ ჩვენ ხელისუფლებებთან დაკავშირებით არის ტერმინი იცვლება, ხელისუფლება იცვლება არჩევნებით, ანუ ცვლილება ეს არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც ერთი ანაცვლებს მეორეს არჩევნების შედეგად, ჩვენ ეს უფლება ქართულმა ოცნებამ წაგვართვა 26 ოქტომბრის არჩევნებზე და რომ ეს არ არის ჩვენი ახირება რუსთაველის გამზირის ან ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამაზე მეტყველებს საერთაშორისო იზოლაციის ხარისხი, ის რომ საერთაშორისო დოკუმენტებში მოიხსენიება ქართული ოცნება როგორც არალეგიტიმური ხელისუფლება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებაშიც კი საუბარი იყო ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, რომ შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყება შესაძლებელი ყოფილიყო. ანუ ამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია ქვეყნის გარეთ არ ცნობს ცივილიზებული საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რასაკვირველია და ქვეყნის შიგნით ქართველი ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი. ამაზე შევთანხმდით. ანუ რადგან არის სადავო დოკუმენტებზე ლაპარაკობთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ევროპარლამენტის მე არ ვიცი კონკრეტულად რომელ სახელმწიფო მდივნის რა კონკრეტულ განცხადებაზე მარკო რუბიომ როდესაც მათ გარკვევით განაცხადა რა შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან დაწყების ასე ვთქვათ საწინდარი და ეს არის პირველ რიგში არჩევნები წაგვართვეს, ამიტომ დარჩა გზა ხელისუფლების იძულებისა დათმოს ძალაუფლება. აი როგორ შეიძლება ეხლა რა 300 დღიანი პერმანენტული პროტესტის აი 300 დღიანი პერმანენტული პროტესტი არის სწორედ რევოლუციური პროცესი, რომელიც არ დაიწყება 4 ოქტომბერს. რევოლუციური პროცესი ქვეყანაში დაიწყო ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბრის განცხადებით, რომლის მერეც ქართული საზოგადოება მუდმივად არის საპროტესტო მდგომარეობაში. ხან ნაკლები, ხან მეტი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ აი 13 სექტემბრის მაგალითის ჩანდა, რომ საზოგადოება ყოველ ჯერზე, როდესაც მნიშვნელოვანი თარიღი ცხადდება, ის მობილიზდება იმისთვის, რომ ეს თავისი საპროტესტო განწყობები კიდევ ერთხელ დააფიქსიროს. აქვე ვისარგებლებ დიანა შემთხვევით და უბრალოდ მადლობას გადაუხდი რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად ნებისმიერ ამინჩი, ნებისმიერ ვითარებაში მდგარ ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდებსაც, ხანდაზმულებსაც პრაქტიკულად გამარჯვება, რომელიც 4 ოქტომბერს მე ვთვლი, რომ სულაც არ არის შეუძლებელი, სწორედ ამ ხალხის დამსახურება. და მათ შორის ის პოლიტიკური პარტიებიც, მაგალითად რვიანი, ხო, უკვე რვიანი აღარ არის, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა აქტიურად უჭერს მხარს 4 ოქტომბერს, ალბათ 7-იანი, რომელიც დატოვების შესახებ ასე არა, ხო, მაგრამ არა, მე რას გულისხმობ. აი 7 პარტია, რომელიც თუ ინარჩუნებს სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამ თარიღის მიმართ, უნდა გითხრათ, რომ თავადაც არიან რევოლუციური პროცესის შემოქმედები საქართველოში. ეხლა თქვენი რევოლუცია, წავიკითხე ძალიან ვიხალისე ბატონ გურამ მაჭავარიანის განცხადება ქართული ოცნების წარმომადგენლის, რომ რევოლუცია არ არსებობს მშვიდობიანი, რომ რევოლუცია არსებობს მშვიდობიანი, დამხობა და მშვიდობიანი არის პრობლემური. ქართულ ენაში რა ქვია ტერმინს, რომელიც გამოხატავს ხელისუფლების იძულებას დათმოს ძალაუფლება. აი რა ქვია ტერმინს?
აი ვიპოვო. ეს როგორც ტერმინი შეიძლება ნებისმიერ ტერმინი შეიძლება ყველაზე გვინავიც კი ითქვას, მაგრამ ეს რეალობაში თქვენ როგორც პროცესში ჩართულმა არ ეს სათაურზე მოკლედ. ანუ რევოლუცია პროცესია, დამხობა არის ხელისუფლების შედეგი. დამხობა არის ხელისუფლების იძულებით ჩამოშორება ძალაუფლიდან. უწოდებდნენ მაშინ რევოლუციით ხელისუფლების შეცვლას და არა დამხობასაც. კი ბატონო, როგორც გინდათ უწოდეთ, რაც გინდათ ის დაარქვით როგორც იტყვა, მაგრამ პროცესი მოქმედებაში როგორ წარმოგიდგენიათ? სხვათა შორის პროცესი მოქმედებაში ამაზეც გეტყვით, მაგრამ დამხობასთან დაკავშირებით კიდევ გაგიმეორებთ, ანუ დამხობაში არაფერი ანტიკონსტიტუციური, ანტისამართლებრივი არ არის, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ხელისუფლების იძულებას მშვიდობიანი გზებით დატოვოს ხელისუფლება. მაგრამ ამ დამხობამ, როგორც ჩანს, კარგად გამოხატა ხალხის განწყობა და ის ბრაზი საპროტესტო მასისა, რომელსაც ადამიანები ატარებდნენ და ამიტომაც შედეგი იყო ძალიან წერტილოვანი დარტყმა. ეხლა რამდენიც არ უნდა იდაოს ქართულმა ოცნებამ, ისევ დაიკარგება ქართული ენის ცოდნაში. ეხლა სამართლის ნორმებს რო დიდ პატივს ცემს, ამაზე შეთანხმებული ვართ, რომ ასე არ არის. თავისთავად რევოლუცია სიტყვა არ არის უარყოფითი კონოტაციის შემცველი, როგორც წარმოუდგენია ქართულ ოცნებას. სიტყვა კარგია თუ ცუდი, ამაზე ხო არა, როგორ არა, ამაზე დაობენ. თვითონ ამბობენ რომ დამხობა მშვიდობიანი, ამ ხრივ თქვენს თქვით რომ ეს სხვა არის, მაგრამ თქვათ რევოლუცია თუნდაც ეს მეთქი აი როგორ ხდება? ანუ ეხლა რა ხდება? შესაძლებლობაზეა ლაპარაკი. გასაკვირველია. და რატომ 4 ოქტომბერს ძალიან გაღიზიანებული კითხულობდა თქვენი წინა სტუმარი და მე მართალი გითხრათ ძალიან გამიკვირდა ერთი რამ. სანამდე დაუშვათ იმ პარტიის ლიდერები ციხეში იმყოფებოდნენ, რომელსაც ბატონი გია გულშემატკივრობს და ჩემთვის ეს საერთოდ მე ერთი უარყოფითი კომენტარიც კი არ გამიკეთებია მათთან დაკავშირებით. ლელოს გულშემატკივრებს ყავთ ესე ლელო და გახარიაც ხო დაუშვა. ხშირად გაუკრიტიკებია სხვათა შორის შემეთერში ბატონ გიას აქედან მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეხლა გაპონს შეადარო მგდელ გაპონს ციხეში გამოკეტილი ადამიანი ლევან სხვათა შორის რომ თანაუგზნოფო ეხლა არა თანაუგზნოფო არა წარმოუდგენლად დიდი შეურაცხყოფა იყო ეს და მე ვფიქრობ რომ ეს ისეთ გონიერ ადამიანს როგორც ბატონი გია არ ეკადრებოდა ეს ჩემი მოსაზრება ლევან ხაბეიშვილს ეხლა არის განხილვის საგანი ეშინიათ თუ არა ლევან ხაბეიშვილის არა ქართველი ხალხის ერთობის ნამდვილად ეშინიათ და ლევან ხაბეიშვილმა ეს ფუნქცია რომ ქართველ ხალხში დიდ ნაწილში გამარჯვების რწმენა გაეღვივებინა უკვე მოახერხა. ახლა როგორ შეაფასებს კობახიძე, გურამაჭავარიანი დაუწინე ეს უნდა ვნახოთ მოქმედებაში. დასაკვირველია. ეხლა რაც შეეხება თავად 4 ოქტომბერს. 4 ოქტომბერი ვთქვით რომ არ იწყება რევოლუცია. რევოლუციური პროცესი საქართველოში დაწყებულია. 4 ოქტომბერი არის თარიღი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს რომ აი ამ არჩევნებით მიიღოს გარკვეული ტიპის ლეგიტიმაცია და მერე სამართლებრივად მას შემდეგ თუ კი მას საერთაშორისო საზოგადოება ცნობს და მასთან ურთიერთობებს დაიწყებს ამის შედეგად მან თავის პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშწორება გააგრძელოს მეტად და ქვეყანაში რეპრესიების ხარისხი გაზარდოს. აი რატო 4 ოქტომბერი რომ იმ დღეს სწორედ ქართველმა ხალხმა მას უნდა უთხრას რომ
არ განიჭებ ლეგიტიმაციას და ამის გაკეთება შეუძლია ქართველი ხალხის სიმრავლეს. გაბოლოებად, როგორ წარმოგიდგენიათ, ბევრი ხალხი გამოდის ქუჩაში, შენობებს იღებენ თუ რა ხდება? ან არ ვიცი, ბევრი ხალხი ყოფილა ქუჩაში და ივანიშვილი არსად არ გაქცეულა, როცა მაგალითად პაატა ბურტულაძე ამბობს, რომ საღამოს აღარ იქნება, როგორ აღარ იქნება? ერთი შეკრება და დიდი, ასე ვთქვათ, თავყრილობა ქართველი ხალხისა, როდესაც შეკრების მიზანი იყო ხელისუფლების ცვლილება. დამისახელე. მთავრობა წავიდეს, ტექნიკური მთავრობა ჩამოყალიბდეს. არც ერთ ხელისუფლებას პირობა არ ქონდა მიცემული. ერთადერთი პირობები არ შეუსრულებია და ამ ხელას თმას დაემორჩილება. აი ნახეთ, გავრილოვის ღამეს იყო რამდენიმე პირობა და ის წავიდა იმაზე, რომ ყობახიძე გაუშვა. მერე ხალხი გადააგდო, როდესაც პროპორციული არჩევნების დანიშვნას დაპირდა. ანუ როგორც კი მან ნახა, რომ ესე იგი ხალხში საპროტესტო თუ მოითხოვს ხელისუფლების წასვლას, ხელისუფლება ქართველმა ხალხმა იქ არის კრება. ანუ კიდევ რა სხვაობა, კრება არის დემოკრატიის ყველაზე ადრეული ფორმა, ხო? სახალხო კრება იცით, დემოკრატიის სამშობლოდან მოდის, ხო? აგორას ამბავი. ანუ ამ კრებამ, ანუ ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას. ეს იქ გამოჩნდება ყველაფერი. თავარი რა არის, იცით, რომ იქ უნდა მოვიდეს და ბევრი ხალხი და მოხვედრილი მოთხოვნა, ბევრი ხალხი მიზანში მოხვედრილი მოთხოვნა და ხელისუფლების წინააღმდეგობის შემთხვევაში, ანუ უпростоრად ხელისუფლების მიერ უკანონო, ასე ვთქვათ, დარბევების შემთხვევაში, იმიტომ რომ არავინ იქ არ აპირებს, რომ რაიმე დაარბიოს, სადმე შევარდეს, წინააღმდეგობა გაუწიოს. ხელისუფლება არ იქნება, ხელისუფლება მაინც დარბევაზე წამოვა, მანაც შეცვალა სტილი ის ნოემბერ-დეკემბერი აღარ ყოფილა. ხო, მაგრამ ხელისუფლება არ მოითმენს, ჯერ ერთიც იქ რამდენიმე ლოკაციაზეა საუბარი, ამას გამოაცხადებენ ზუსტად დაუშვათ ის ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ ტაქტიკასა და სტრატეგიას, ანუ მთავარი არის ის, რომ ქართველი ხალხი მოდის იმ რწმენით, რომ მან ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს. ეს არის მისი ამოცანა და იბრძოლებს ბოლომდე ამ გამარჯვების მისაღწევად. ახლა ამას რა შიდა და ქვედა დინებები აქვს? ვინმე აწვდიდა ლევან ხაბეიშვილს ინფორმაციას, არ აწვდიდა, რამე მოხდება იმ დღეს განსაკუთრებული. ჩვენ შეიძლება განვიხილოთ, დიანა, მილიონი სცენარი, რამდენი ადამიანის არის სცენარი, იმიტომ რომ ხაბეიშვილი საპატიმროშია, მეტიც მიმოწერის უფლების გარეშე. შეიძლება არსებობდეს მილიონი სცენარი. მათ შორის ის სცენარი, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტოს, რომ აი ამ ხალხის სიმრავლეს და შემართებას რო ნახავს, თქვას, რომ მოლაპარაკებებზე მოვდივარ და აი რაღაცა პირობების შესრულებაზე. ყველა ვერსია შესაძლებელია. ბევრი ხალხი ამაზე პასუხი, ანუ 4 ოქტომბრის საპროტესტო დღეზე ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ის შედგება ისე, როგორც თქვენ ჩაიფიქრეთ, როგორც თქვენ ეუბნებით საზოგადოებას. ჩვენ ვიცით აქციის მიზანი რა არის. ჩვენ ვიცით, რისთვის უნდა ვიყოთ მზად ეს ყველა, მათ შორის საიდუმლო ხო არ არის, ლელამაც იცის და ყველა სხვა დანარჩენმა ნებისმიერმა მოქალაქემ. ლელა არის ერთ-ერთი მოქალაქე მათ შორის და ამიტომ ჩვენ ყველანი მივდივართ ამ ჩვენი პასუხისმგებლობით. ლევან ხაბეიშვილს და არც პაატა ბურტულაძეს არ უთქვამს, თქვენ თუ სახლებში დარჩებით უყველა, მაშინ მივახცევთ გამარჯვებასო. ანუ განსაკუთრებული სიმრავლე საზოგადოებაზეა დამოკიდებული, არავინ არ იცის რამდენი მოვა. პრაქტიკულად
ხო და ამაშია საზოგადოებაც ვნახავთ ამას. აბა 10 კაცი თუ დადგა სიტყვაზე ვამბობ, იქ ხაბეიშვილი ეს არ არის რა ქვია, ოკულტიზმით არ არის ბიძინა ივანიშვილი დაკავებული რომ ჯადოქრობა არ იცის ჯერ. ხო და ნუ როგორ მოხდება? როგორ მოხდება ეს ამბავი? ვერანაირი ოკულტიზმი ამას ვერ შეუწყობს. არა, ივანიშვილი ხალხს ვერ გაამრავლებს, მაგრამ ფსიქოლოგიურ დივერსიას ძალიან სერიოზულად იყენებს ამ საზოგადოებაზე და ეს ახლა არ არის ამ გადაცემის თემა, დრო არ გვექნება, თორე ეს ძალიან საინტერესო თემა, როგორ მუშაობს ფსიქოლოგიური დივერსია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ეხლა რაც შეეხება დიანა იმას, ანუ ჩვენ ყველანი მოვდივართ ჩვენი პასუხისმგებლობით და ჩვენი სიმრავლე გადაწყვეტს და ჩვენი შემართება გამარჯვებას. ეს არის ძალიან მარტივი. სომხეთში რევოლუცია, როდესაც მოხდა, ხო? როდესაც მოხდა. სხვათა შორის მე ამ რევოლუციას ვასწავლი ბავშვებს, სტუდენტებს და სხვათა შორის, როდესაც გამოუშვა კოჩარიანმა, უკაცრავად სერჟ სარკისიანმა ციხიდან დაპატიმრებული ფაშინიანი, ბოლო წინა შეხვედრის დროს ფაშინიანმა თქვა, რომ ჩვენ ახლა უნდა დავასრულოთ და მეორე დღეს დაასრულეს სხვათა შორის. იმიტომ რომ პროცესი იქაც ხანგრძლივი იყო. ეხლა ეს ამ პროცესის დინამიკა თქვენ გაძლევთ ამის თქმის საფუძველს. კიდე გვაქვს 2 კვირა და ცოტა მეტი. ამ 2 კვირაში ინფორმაციული თვალსაზრისითაც დაუშვათ საგარეო კონტექსტის გათვალისწინებითაც და ასე შემდეგ, ბევრი რამ დაემატება ჩვენი მოქალაქეების ცოდნას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თავად ის პოლიტიკოსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ რევოლუცია ერთ დღეში არ ანონსდება, ერთ დღეში როგორ ანონსდება, თვითონ ამდენი ხანი რევოლუციურ პროცესში არიან.